ამ სიტყვებიდან 8 დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყვანა თან და მთაზე ავიდა სალოცავად. როცა ლოცულობდა, სახის გამომეტყველება შეეცვალა, ხოლო სამოსელის პეტაკი ელვარე გაუხდა. და აჰა, მასთან საუბრობდა 2 კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. პეტრესთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როცა გაეღვიძა, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე 2 კაცი. ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრე უთხრა იესოს: მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. მოდი გავაკეთოთ 3 კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას. ვინაიდან არ იცოდა რას ლაპარაკობდა. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მოუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ისინი კი დადუმდნენ და არავისთვის უთქვამთ იმ დღეებში რაც იხილეს. მეორე დღეს, როდესაც მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მათ. უცბად იმ ხალხში ვიღაცამ შეჰყვირა: მოძღვარო, გევედრები მოხედე ჩემს ვაჟს, რადგან მხოლოდ შობილია ჩემი. სულ საყავს შეპყრობილი, უეცრად წამოაყვირებს, ახეთქებს, მას დუშს ადენს, თავპირს ალეწავს და ძნელად თუ განშორდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედებნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო იესომ უთხრა პასუხად: ой, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ. როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ. აქ მომგვარი შენი ვაჟი. ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმინდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. ყველას აოცებდა ღვთის დიდება, რა კი ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც იესო აკეთებდა. უთხრა თავის მოწაფეებს: ყურად იღეთ თქვენ ეს სიტყვები. კაცის ძე გადაეცემა კაცთა ხელში. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს და იგი დაფარული იყო მათგან, ისე რომ ვერ ჩაცდნენ მას, ხოლო ამ ნათქვამის შესახებ რომ ეკითხათ ეშინოდათ. ერთი აზრი კი დაებადათ. ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა. უთხრა მათ: ვინ ზღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მემღებულობს. ხოლო ვინც მემღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ზღებულობს. ხოლო ვინც თქვენ შორის ყველაზე უმცირესია, ის იქნება დიდი. იოანემ პასუხად თქვა: მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის. ჩვენ კი დაუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ. იესომ უთხრა მას: ნუ დაუშლით. ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენაა. როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. წინ და წინ მიავლინა მაცნეები. ისინი გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი იერუსალიმისაკენ ჰქონდა მიმართული.
ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ უთხრეს: უფალო, თუ გნებავს ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა. მაგრამ ის მიბრუნდა მათგან, გაუწყრა და უთხრა: არიცით ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ზეკაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად. და წავიდნენ სხვა სოფელში.